ხომ გაგიგიათ, ყველა წეს აქვს გამონაკლისი. ყოველ შემთხვევაში წესების უმრავლესობას მაინც. და აი სწორედ ასეთ მოულოდნელ და სასიამოვნო გამონაკლის წავაწყდით გასულ კვირას ბრიტანეთში. ქვეყანაში, სადაც LGBT გარყვნილებისა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დანერგვის მხრივ უკვე მთელ მსოფლიოს გადაასწრეს. ლიბერასტების მმართველობის პირობებში ისეთი შიზოფრენიული ნორმები დამკვიდრდა ნისლიან ალბიონზე, რომ რაიმე ნათელი სხივი თუ შეაღწევდა ამ LGBT ღრუბლებში აღარავის ეგონა. მაგრამ როგორც ჩანს, ანგლო-საქსები ჯერ ბოლომდე განწირულები არ არიან. რადგან ბრიტანულ სასამართლოებში ჯერ კიდევ ყოფილან შემორჩენილი კონსერვატორი მოსამართლეები, რომლებისთვისაც queer სტანდარტებს გონება არაურევიათ. მოკლედ ედინბურგის უმაღლესმა სამოქალაქო სასამართლომ მთელი მსოფლიოსთვის მოულოდნელად მიიღო დადგენილება, რომ ეგრეთ წოდებული ტრანსგენდერი ქალები, სინამდვილეში არავითარი ქალები არ არიან, ტრანს ქალები არიან ჩვეულებრივი ბიოლოგიური კაცები და მორჩა. ტრანსებს აეკრძალებათ ქალთა გასახდელებში, საშხაპეებში, საერთო საცხოვრებლებში და სპორტულ დარბაზებში შესვლა. ასევე ვეღარ მოხვდებიან კაბიანი და პომადიანი კაცები ქალთა საპატიმროებში, რასაც უკვე არაერთი სერიოზული სკანდალი მოჰყვა ბრიტანეთში. ჯამთელმა ქალებმა გაიმარჯვეს, რის გამოც უბედნიერესები არიან. როგორც იქნა ჭეშმარიტება მიზეიმა და სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქალი ესაა ბიოლოგიური ქალი, კაცი კი ბიოლოგიური კაცი, ხოლო სქესი არის ის, რითაც ადამიანი დაიბადა. ამ ყველასათვის მოულოდნელ გადაწყვეტილებას ქალი რომ ქალი ყოფილა, ისეთი მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა, რომ ის ბრიტანეთში ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების დაკანონებასაც კი შეადარეს. თავად სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირება კი ასეთია: ტერმინები ქალი და სქესი ეხება მხოლოდ ბიოლოგიურ ქალს და არავის სხვას. ამ თითქოს და უმარტივესი ჭეშმარიტების დამტკიცებას ბრიტანელი ქალები წლებია ცდილობენ. წლებია მიმდინარეობს დებატები იმის გასარკვევად, რას ნიშნავს ქალი. საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას საკანონმდებლო ორგანოში დაპირისპირებას დაემატა. LGBT პროპაგანდისტების ინტერესებს სერიოზული დამცველები აღმოაჩნდათ შოტლანდიის პარლამენტში, რომლებმაც არაერთხელ სადეს სქესში შეცვლის უფლება დაეკანონებინათ, მაგრამ ყოველ ჯერზე ამ გადაწყვეტილების დაბლოკვა მოხერხდა. თემის უკიდურესად გამწვავება გამოიწვია სერიული მოძალადე ტრანსგენდერის, ანუ კაბიანი მამაკაცის საქმემ, რომელიც ქალების ციხეში განათავსეს, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნეს საპატიმროში მყოფ ქალპატიმრებს. ამასობაში ბრიტანელი ქალების სიხარულის ფონზე ნამდვილი ტრაგედია ტრიალებს LGBT თემში, LGBT ორგანიზაციებში, ტრანსგენდერულ ფონდებში და მათ დამფინანსებელ დონორ ორგანიზაციებში. ყველასათვის გასაგებია, რომ უმაღლესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სერიოზულად შეაფერხებს ტრანსნაციონალური კორპორაციების გეგმებსაც ბრიტანეთში ახალი, უსქესო და უეროვნებო ტრანს საზოგადოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. მოკლედ სისარტყელას დროშები ნისლიან ალბიონზე გლოვის ნიშნად დაშვებულია. გარდა იმისა, რომ ჰომოსექსუალები, ლესბოსელები და ტრანსგენდერები ვეღარ პოულობენ თავიანთ ადგილს ბრიტანეთში, სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინება და შესაბამისად ჯამთელ სტანდარტებზე გადაწყობა მოუწევს უამრავ ორგანიზაციას და დაწესებულებას, რომლებიც აქამდე ტრანსების ინტერესებზე და მოთხოვნილებებზე იყვნენ ორიენტირებულნი. ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური დასავლეთის საზოგადოებრივ ლანდშაფტში ვუყურებდით სერიოზულ დეზორიენტაციას, როდესაც ობიექტური რეალობა, ბიოლოგიური სქესი, დედამიწაზე ადამიანის პირვანდელი წესრიგი იგნორირებული იყო სუბიექტური განცდებისა და თვითიდენტიფიკაციის სახელით. დასავლურმა ლიბერალურმა ელიტამ ისეთი ცნება, როგორიცაა ქალი, გადააქცია ჭეშმარიტებისგან დაცლილ, მავნე იდეად. როგორც ჩანს, გარყვნილების გამავრცელებლებში ქალად ყოფნა იქცა არჩევით აქსესუარად, რომელიც თვითიდენტობის სახელით იცვლება. ეს ცნებათა არევა არ არის უბრალო კულტურული ტრენდული ანომალია, ეს ღრმა იდეოლოგიური ნიაღვარია, რომელიც მიზნად ისახავს არა პროგრესს, არამედ ბუნებრივად მოცემულის დემონტაჟს. დიახ, ყველაფერი ბუნებრივის დეგრადირებისკენ მიმართულ ამ მავნე იდეოლოგიას ერთიანი მიზანი აქვს: ადამიანის არსებობის ფუნდამენტური ჭეშმარიტების
ამხობა, რომლის გარეშე არ არსებობს არც ღირსება და არც სრულყოფილი საზოგადოების კონსტრუქცია. ამ სივრცეში უკვე აღარ არსებობს ქალისთვის განსაზღვრული დაცვის მექანიზმი, არც დედობის წმინდა ცნება, არც კაცის პასუხისმგებლობა. ყველაფერი იქცა ფსიქოლოგიურ თვითგამოხატულებად, სადაც ბიოლოგიური და სოციალურ-კულტურული რეალობები უგულებელყოფილი ან დამახინჯებულია. ეს არ არის ევოლუცია, ეს არის იდეოლოგიური რევერსია, რომელსაც თან ახლავს გაუცხოება ადამიანური არსისგან, ღმერთის ნებით დაწესებული წესრიგისგან. როდესაც საზოგადოება უარყოფს იმ ფუნდამენტს, რომლითაც სქესი განისაზღვრება არა სურვილით, არამედ სხეულით, ის უარყოფს არა მხოლოდ ქალს, არამედ ქმნილებას, როგორც ისეთ შინაგან სტრუქტურირებულ რეალობას, რომელსაც თავისი საზღვრები, ღირსება და ბუნება აქვს. დასავლური ლიბერალიზმის ამ ტრაგიკულ ეპიზოდში ქალი აღარ არის დედა, ცოლი, შვილი ან და. ის უბრალოდ სქესობრივი კონსტრუქციაა, რომელიც სურვილისამებრ იცვლება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური იდეოლოგია მიზნად ისახავს ქალის ბუნების რღვევას, ნამდვილი ქალები ამ მცდარ ფენომენებს არ ეგუებიან. მათ იპოვეს თავიანთი ხმა და სასამართლოს სიძლიერით დიდ ბრიტანეთში რეალურმა ქალმა დაამტკიცა ჭეშმარიტება, რომ ქალობა არ არის უბრალოდ არჩევანი. ეს არის ბუნებრივი რეალობა, რომელსაც დაცვა და პატივისცემა სჭირდება. ედინბურგის უმაღლესმა სამოქალაქო სასამართლომ წერტილი დაუსვა წლების განმავლობაში დაგროვებულ აბსურდს, როდესაც ბიოლოგიური რეალობის უარყოფა იურიდიულადაც ლეგიტიმური ხდებოდა. ახლა სახელმწიფოს უმაღლესი ინსტანცია აღიარებს იმას, რაც ისედაც ჭეშმარიტი და შეუცვლელია, რომ ქალად იბადებიან და არ იქმნებიან. ეს არის მორალური წინააღმდეგობა იმ ტოტალურ მრუშობასთან, რომელსაც ლიბერალური იდეოლოგია ჯანმრთელ საზოგადოებას წლების განმავლობაში თავს ახევს. ეს განაჩენი არ არის მხოლოდ კანონი, ეს არის სიმართლის აღდგენა და სწორედ აქ იწყება ჭეშმარიტების აღორძინება, რომლისთვისაც ნამდვილი ქალები წლები იბრძოდნენ. დიახ, ეს უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაა. მამაკაცები რჩებიან მამაკაცებად, ხოლო ქალები ქალებად. კანონის მიხედვით ტრანსგენდერი ქალები არ არიან. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალებისთვის. ის ბრიტანეთში ქალბატონებისთვის ხმის მიცემის უფლების დაკანონებასაც კი შეადარეს. დიახ, თურმე ასეთებიც ხდება. სრულიად მოულოდნელად დიდი ბრიტანეთი, რომელიც თითქოს პროგრესის სახელით დაუღალავად ცდილობს გარკვნილება კანონად აქციოს და ნორმად დაასახელოს, იქცა სივრცეც, სადაც სასამართლომ გაბედა და ხმა მისცა ბიოლოგიურ ჭეშმარიტებას და არა იდეოლოგიურ ილუზიას. სწორედ აქ სიმართლის შუქურასავით აღიმართა გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა: ქალი არის ქალი და ეს არც არჩევანია, არც გრძნობა. ეს ბუნებაა, რომელიც უნდა იქნას დაცული. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადყო ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ეგრეთ წოდებული ტრანსგენდერი ქალები სინამდვილეში არავითარი ქალები არ არიან. ტრანსქალები არიან ჩვეულებრივი ბიოლოგიური კაცები და მორჩა. ეს გადაწყვეტილება იძლევა სამართლებრივ სიცხადეს და განმარტავს, რომ 2010 წლის თანასწორობის აქტში გამოყენებული ტერმინი ქალი აღნიშნავს ბიოლოგიურ ქალს. შესაბამისად, ამ კანონის ფარგლებში ტრანსგენდერი ქალები, ანუ ბიოლოგიური მამაკაცები, რომლებიც იდენტიფიცირდებიან ქალებად, არ ითვლებიან ქალებად, რაც პირდაპირ აისახება მათ წვდომაზე ქალებისთვის სპეციალურად განსაზღვრულ სივრცეებსა და პროგრამებზე. სასამართლოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით 2010 წლის თანასწორობის აქტში ტერმინები ქალი და სქესი ეხება ბიოლოგიურ ქალებს და არა გენდერულად იდენტიფიცირებულ პირებს. კანონის ინტერპრეტაცია უნდა დაეფუძნოს ობიექტურ ბიოლოგიურ რეალობას და არა ცვალებად სუბიექტურ განცდებს. ქალებისთვის განკუთვნილი დაცული სივრცეების მიზანი სწორედ ბიოლოგიური სქესის მიხედვით ქალების დაცვაა და ამ სივრცეებში ბიოლოგიური მამაკაცის ყოფნა მიუხედავად მისი თვითიდენტიფიკაციისა, კანონის დარღვევად უნდა ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ კითხვა ვინ არის ქალი თითქოს მარტივი უნდა იყოს, ბრიტანეთში ამ უმარტივესი ჭეშმარიტების დასამტკიცებლად ქალებს წლების განმავლობაში უწევდათ ბრძოლა. საზოგადოებაში გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულმა დაპირისპირებებმა სამართლებრივ სივრცეშიც გადაინაცვლა. შედეგად კი მივიღეთ აბსურდული რეალობა, სადაც თვითიდენტიფიკაცია კანონზე ხშირად მაღლა იდგა. სწორედ ამ სამართლებრივი გაურკვევლობის აღმოფხვრას ცდილობდნენ ქალები, რომელთაც სურდათ, რომ ბიოლოგიური რეალობა კანონშიც ცალსახად ყოფილიყო განსაზღვრული. სარჩელი სასამართლოში ჯერ კიდევ 2018 წელს ორგანიზაცია For Women Scotland-მა შეიტანა, რომელიც ედინბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო.
მანამდე სწორედ ამ სასამართლომ დაადგინა, რომ ტრანსგენდერებს ისევე აქვთ გენდერული კვოტების მიღების უფლება, როგორც ბიოლოგიურ ქალებს. თუმცა ბრიტანელი ქალების ეს ბრძოლა მხოლოდ თეორიული დებატებით არ შემოიფარგლებოდა. მათ რეალურ საფრთხეებთანაც ჰქონდათ საქმე. ამ ბრძოლას განსაკუთრებით მძაფრი ტონი მაშინ მიეცა, როცა სერიული მოძალადე ბიოლოგიური მამაკაცი, რომელმაც თავი ტრანსგენდერ ქალად გამოაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ქალთა ციხეში განათავსეს. სწორედ ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გააშიშვლა ლიბერალური იდეოლოგიის აბსურდი და ის საფრთხე, რომელსაც პატიმარი ქალები აწყდებოდნენ. აღნიშნულმა შემთხვევამ განაპირობა სერიოზული კრიტიკა და შიში იმის შესახებ, რომ ქალების დაცულ სივრცეებში ბიოლოგიური მამაკაცების დაშვება რეალურ საფრთხეს უქმნის ქალთა უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა გაღიზიანებული ვარ, რადგან მარტივი ჭეშმარიტების დასამტკიცებლად ქალებს ამდენი ბრძოლა მოგვიწია. თუმცა, როდესაც ამ საკითხის კანონის ჩარჩოებში მოხვედრა განხორციელდა, ეს ყველასთვის გასაგები გახდა. ასე რომ ამ გადაწყვეტილებას მივესალმებით. ეს ჩვენთვის გამარჯვების ტოლფასია. უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება სიგნალია სისტემისთვის, რომ ქვეყანას აღარ შეუძლია ფუნქციონირება ილუზიებზე დაფუძნებული სტანდარტებით. ეს ნიშნავს, რომ მრავალდაწესებულებასა და ორგანიზაციას დაწყებული ციხეებით, დამთავრებული სკოლებითა და სპორტული ორგანიზაციებით მოუწევთ თავიანთი პოლიტიკის ხელახლა გადახედვა და გადაწყობა არა გენდერული ილუზიების, არამედ ბიოლოგიური რეალობის საფუძველზე. წლებია ეს ინსტიტუტები ტრანსგენდერული იდეოლოგიის ზეწოლით კარგავდნენ მართვის კომპასს და უგულებელ ყოფდნენ ქალების უსაფრთხოებას, ღირსებასა და უფლებებს. და სანამ ინსტიტუციები საღაზრზე დაბრუნებას იწყებენ, ნამდვილი ტრაგედია სწორედ იმ იდეოლოგიური ბურუსის შიგნით ტრიალებს, რომელმაც ათასობით ადამიანი ბუნებრივ იდენტობას მოწყვიტა და სიცარიელის ზღვარზე დატოვა. მართალია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ტრანსგენდერი ადამიანები კვლავაც დაცულნი იქნებიან დისკრიმინაციისგან, მაგრამ LGBT აქტივისტები ამბობენ, რომ ეს არის თავდასხმა მათ იდენტობაზე. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩვენი უფლებები წაგვართვეს. არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს ჩემი სქესის აღიარების მოწმობას. რა უფლებებს მაძლევს ის? ღირს განაფურცელზე დაწერილი სიტყვები რამედ და თუ დავხევ მას, განა ეს ჩემს ცხოვრებას შეცვლის? უბრალოდ არ ვიცი. ჩემი კითხვები იგნორირებულია. დღეს მოსამართლეები საუბრობენ სიცხადეზე, მაგრამ ტრანსგენდერებს ამ საკითხზე ნაკლები სიცხადე გვაქვს. დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დასავლურ იდეოლოგიურ ბურუსში ნათელწერტილად ჩნდება. ეს არის დაბრუნება რეალობასთან, სადაც სქესი აღარ განისაზღვრება სუბიექტური სურვილებით, არამედ ის მკაფიო ბიოლოგიურ ფაქტად აღიქმება, სადაც ქალად ყოფნა არჩევანი კი არა ბუნებით მინიჭებული ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, რომელიც არ საჭიროებს განმარტებას, არ ითხოვს ლეგიტიმაციას და არ იცვლება მავნე იდეოლოგიური განწყობის შესაბამისად. რაოდენ არანორმალურადაც უნდა ჟღერდეს 21 საუკუნეში. კაცობრიობის სამწუხარო რეალობა ასეთია. ადამიანები სასამართლოს დადგენილების გარეშე ვეღარ ხვდებიან, რაც ნიშნავს ქალი. მოსამართლის გადაწყვეტილება სჭირდებათ იმის დასაჯერებლად, რომ ქალი არის ის, ვინც ბიოლოგიურად ქალია. ანუ ის, რაც კაცობრიობის დაარსების დღიდან დღემდე იყო ყველასათვის ნათელი და არავითარი განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით არ არსებობდა, დღეს დასავლურ საზოგადოებაში ყველაზე დიდი დაპირისპირების საგანია. იქამდეც, რომ სასამართლოს გარეშე ვეღარ გაურკვევიათ, ვინაა ქალი და ვინაა კაცი. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჭეშმარიტების აღიარება მოხდა, არამედ იმიტომაც, რომ ამ ჭეშმარიტების აღიარება სწორედ ლიბერასტული იდეოლოგიით მოწამულ ბრიტანეთში მოხდა. კონსერვატიზმის ეს გამარჯვება აუცილებლად გახდება პრეცედენტული. ლიბერალური ევროპა კი ასეთ პრეცედენტებს ჰაერივით საჭიროებს. კრაზანას ბუდეში დანთებული ცეცხლი გარყვნილებას და უკეთურებას ყველაზე კარგად წმენს. დროებით.